თუ დეკონოზი ბრძანდებით არა ჩვეულებრივი მოდელი ჩვეულებრივი ბრძანდებით სასტაბანა 17 ეხლა 19-ში იქნება ზუსტად 17 წელი რაც მე აქ ვარ შვიდობა შემოსაყვარებლო დებო და ძმებო ძვირფასო ტელემაყურებლებო ჩვენ ვიმყოფებით სოფელ გიორგი წმინდაში ჩვენგან მოხერხებით მდებარეობს ტაძარი წმინდა გიორგის სახელობის სადაც სწირავს მამა გიორგი პავლოვი გუდრის ხარისხში ჯერჯერობით დეკანოზის არ გახლავთ მაგრამ მოიპოვა ძალიან დიდი სიყვარული ქართველი ერის და ისიც კი რომ მისი გვარი პავლოვია ბერძნულ-რუსული შეფერილობით არაფერს არ ნიშნავს იმდენად დიდი სიყვარული დასთესა ქართველ ერში და თვითონ ჩვენთანში რომ ამას ვერც ვერავინ გაუხსენებს რადგან მოდიდა ესე იქართველოს ნებისმიერმა ქართველმა ესე ვიტყოდი ეხლა მე მინდა თავიდან ჩვენს უსაყვარლეს მამა გიორგის დაუსვა შეკითხვა როგორ დაიწყო ეს ყველაფერი ჩვენ მის კელიაში აივანზე ვიმყოფებით თავიდან რა მდგომარეობა იყო აი თქვენ რო ჩამობრძანდით ეხლა რამდენი ხალხი გახვევიათ მამა გიორგი ესე იყო თავიდან თუ თქვენ ალბათ რა ვიცი მოგვიყევით რომ არ იყო ესე რა გადაიტანეთ და ღმერთი რითი გამოგეშებდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ეს მაინტერესებს ჯერ ეგერთით უნდა ისი თქვას რომ დაახლოებით მე დიაკვანი ვიყავი ჯერ დაახლოებით ერთი წლის უდლად კურთხევამდე აი ეს დღევანდელი ადგილი სადაც ეკლესია მიმდებარეობს გარშემო ტერიტორია ყველაფერი თვით ტაძარი მე სიზმრისეულ ხილვაში ღმერთმა დამანახა მე ეს ნანახი მქონდა რა ადრე უკვე ერთი წელი დაახლოებით ერთი წლით ადრე რა მანამდე სანამ ახაც ჩამოს საერთო ცხოვრებაში არ ყოფილი ვარ საგარეჯოში მაგრამ ერთხელ ესეთ რამეს ვხედავ რომ აი თუ ფოტოსურათს გადავიღებ ჩვენ ტაძარს და ეზოს რა აი მსგავსი რამე მქონდა ნანახი და გაკვირვებული ვეუბნებოდი სად ვიმყოფები მე და მაგროს ხმამ მითხრა რომ ზეციურმა რომ ეს ადგილიაო სადაც ისე და ის პიროვნება უნდა იმოღვაწეოსო რომ ნუ მე გულისმა მე ხა მე არ ვამბობ დაწულებით რა და ესე როცა მე ერთი წელი გავიდა იმის ძალიან გამიკვირდა ერთი წელი გავიდა ამის მერე და რომ პირველად ჩამოვედი და დავინახე ეს ტაძარი და მიმდევრებოდი ძალიან გამიკვირდა რომ აბსოლუტური ფოტოსურათი იყო იმისა რაც მე ნანახი მქონდა რა და რომ მოვიდი არ დაგიმალავთ სულ რამოდენიმე ადამიანი დადიოდა რა 1-5-6 ადამიანი თუ დადიოდა ეკლესიაში რა ძალიან ძლიერი იყო სექტანტების გავლენა პირდაპირ გეუბნებით რა და მე მივხვდი რომ საჭიროა დიდი აი ხალხს ესაჭიროება ცოდნა რელიგიური ცოდნა და ადამიანური ნუგეშიც რა და თანდათანობით ნელ-ნელა ღვთის მადლით დავიწყე იმით რომ მართალია ძალიან მიჭირდა რა აი ხშირად გზის ფულიც არ მეყოფოდა რა რითი დადიოდი მარშრუტკით და როგორც დღემდე რა ნუ ეხლა დღეს უფრო მეხმარებიან ხან მეზობელი თავის მანქანით ხან აქაური ზოგი მრევლი ამდენი წელი სულ მარშრუტკით დავდიოდი თბილისის საგარეჯო მარშრუტკა ნაფლუღის ბაზრობიდან მიდიოდა და ისე რა და მე უკვე შემდგომში ვიფიქრე რომ რაც არ უნდა დამიჯდეს მაინც რაღაცა უნდა გავაკეთოთ რომ რელიგიური ცოდნა უფრო აღემაღლეს ხალხში და მე შეიძლება არ უნდა თქვა მაგრამ ნუ გადავწყვიტე რომ ყოველკვირეულად მრევლს დავურიგო უფასოდ საპატრიარქო უწყებანი გაზეთი მე სიმართლე რომ გითხრათ ნელ-ნელა ჩვევად გადაიქცა რა უკვე რა და ზოგჯერ მოდიან მეუბნები წინა ნომერი არ ამაქვსო მამაო ხოდა მაგრამ ნუ ამან რა თქმა უნდა ღვთის მადლმა უპირველეს ყოვლისა და ამან ყველაფერმა მისცა შედეგი ხალხი წარმოვიდგინეთ ყოველკვირეულად კითხულობდა რელიგიურ ჟურნალს და მე უკვე დავიწყე სხვა ჟურნალებისაც გავრცელებას მართლმადიდებლური ჟურნალებისა და დონე უკვე ცოდნის დონე რელიგიური კუთხით ძალიან აღემაღლა უკვე ხალხში და ნუ მე იცით როგორ არის ღვთის მადლი ესეთი რამეა რომ მოქმედებს გინ რო უარგისი ადამიანის მეშვეობითაც რა აი მამაო რო იტყვიან ხოლმე ზოგჯერ რომ ბრევლი არ აყავს ხალხი არ დადის ეკლესიაში
ხომ არის ესეთი გამონათქვამი? მართალი ბრძანები, ბატონო დავით, მე თუ შემეკითხო, პასუხი ერთადერთია რა. ეს იგივეა, როცა ერთხელ მამა გიორგი ბასილაძეს შეეკითხეს, მამა გიორგი, ამოდენა ეკლესია, ამოდენა სასულიერო პირია და რატომ არის ესეთი მდგომარეობა? იცით რა უპასუხა? გულითადად არ ლოცულობენ რა. გულითადად არ ლოცულობენ რა. მაგრამ მე ვუსურვებდი იმას, იცით, მე ვიცი რომ ზოგი ჩივის იმის გამო რომ რთული მდგომარეობა რაიონში წასვლა არავის არ უნდა, ყველას უნდათ ქალაქში. თქვენ რა კარგი მდგომარეობა გქონდათ, აი აქ რა ბრძანებ, ბატონო ზარი. ქარი არ უბერა. ეს არ იყო, არც ჩემი სახლი არ იყო, ეს არც არაფერი. უსახლკარო მღვდელი ვიყავი. ხან ერთთან მეძინა ამ სოფლის მაცხოვრებლად, ხან მეორესთან პირველი დრო რა. არ იყო, არ მქონდა არც ისე. ეს მე შემომიშვეს აქაური მკვიდრები, რომელიც ცხოვრობენ დიდი ხანია თბილისში. ასათიანი დავით. და როგორ იცით, ასე ცხოვრობდი რა, იმიტომ ზაფხულში მხოლოდ მოდიოდნენ ერთი თვით, ისვენებდნენ და მე ისე მიდიოდნენ და აი ესე ცხოვრობდი რა, როგორც სტუმარი რა, წლების მანძილზე. და შემდგომში უკვე აი როდის დაიწყო გათბობა სიტუაციის, როდესაც მრევლი წამოვიდა, არა მარტო ამ სოფლებიდან და საგარეჯოდან, არამედ თბილისიდან, ქუთაისიდან. ბატონო დავით, ესეთი წიგნი არის, ესეთი წიგნი. იცით რა ქვია მაგას, настольная книга священнослужителя რა, ხო, გეცოდები თქვენ. აი ამ წიგნში ესეთი რამეა წერია რა. აი პიროვნება, რომელიც მადლობას აპირებს და მგდელს უნდა ძალიან უყვარდეს ხალხი რა. და ეს სიყვარული ხალხის მიმართ მანამდე უნდა გქონდეს სანამ მგდლად აკურთხებენ ამ კაცო რა. წესითო. და ეს მე ვაღიარებ როგორ არის სიმართლე რა. უიმისოთ აზრი იკარგება მსახურ აუცილებლად ადამიანი ვერ მიაღწევს თავის მიზანს, იმიტომ რომ აუცილებლად მთავარი მომოძრავე ძალა უნდა იყოს ღვთის მიმართ სიყვარული და ხალხის მიმართ სიყვარული. როგორც მამა გაბრიელი იყო, მამა რა თქმა უნდა, მადლობა ღმერთს, ჩვენ მყავს მაგისი მაგალითები, დიახ, მართალი ბრძანდებით. მე უკვე ღვთის მადლით არ ვიცი, მე სიცოცხლის ბოლომდეც ეხლაც ვადასტურებ ხალხის მიმართ ჩემს სიყვარულსა და ამას გავაკეთებ სიცოცხლის ბოლომდე რა. და ხალხიც გზნობს ამას რა. და შესაბამისად მე ვიღებ სითბოს ხალხისგანაც. შესაბამისად მეც მინდა ესეთი კითხვა დაგისვათ. რადგანაც ესეთი სიყვარული მოგცა თქვენ ღმერთმა უფლისა და ადამიანების, ჩვენ ყველანი ქართველები, ყველანი თუ არა უმრავლესობა მაინც ხედავთ რა დუხჭირ ყოფაში ვიმყოფებით. დიახ. მოდი თქვათ თქვენი აზრი იმისა, რატომ არის ესეთ გაჭირებულ მდგომარეობაში სულიერად თუ ფიზიკურად და რა არის ამისთვის საჭირო, რომ რაღაცნაირად მოხდეს ერის გამთლიანება იმ ცოდნაში და იმ წმენაში, რაც მას აკლია დღეს დაუშვათ. თავარი აი მიზანი, თავარი რატომ ხდება დღეს, რატომ ვართ ასეთ მდგომარეობაში? რაში მდგომარეობს ისეთ ყველაფერი რა? ყველაზე დიდი უბედურება, რამაც იწვევს ღვთის რისხვას, ეს არის უზნეო ცხოვრება. უზნეო ცხოვრება, აი დღევანდელი ეს გადაგვარება, რომელიც ესეთი სტრაფით ტემპით მიმდინარეობს საქართველოში, ეს ამერიკანიზაცია თუ დასავლეთიზაცია რა რაც გინდა თუ გინ დემოკრატიზაცია დავარქვე თუ ბჭყალებში რა თქმა უნდა რა. ამან მოიტანა უკვე თავისი უკუშედეგი. თავარი ეს რასაც ჩვენ ვხედავთ, რომ ხდება ესე იგი ეროვნული სულის და ეროვნული მსოფლმხედველობის დაკარგვა. და კაც არ გავს, ქალი ქალს არ გავს რა. თქვენ თვითონ ალბათ დადიხართ ხო თბილისის ქუჩებში ნახეთ რა. თითქმის შიშველები დადიან ბევრი ჩვენი ახალგაზრდა და არა მხოლოდ ახალგაზრდა ქალები რა. და პირდაპირ გეტყვით რომ აი რატომ დადიან თქვენი აზრით? ეს არის ყველაფერი არის დასავლური მასობრივი კულტური და უზნეობის გავლენის შედეგი. ეს იმის რომ უკვე ნელ-ნელა გვავიწყებს ჩვენ ის ჩვენი მშობლიური და ეროვნული რა.
ჩვენი წმენასთან რა კავშირი აქვს? მართლმადიდებლური სარწმუნოება და ზნეობა განუყოფელი ერთმეორისაგან რა. აი ჩვენ ზოგჯერ ხედავთ ისეთი რა სასაცილო სურათს რა. ნახევრად შიშველი თითქმის რაღაცა ქალი დგას და ეკლესიის პირჯვარს იწერს რა. ტაძარში არა, ტაძრის გარშემო მე მითხრეს შორტებიანი კაცების დადიან. მე მითხრეს რომ ზოგიერთ ტაძარში შემოდიან ეგრეთ წოდებულ შორტებიცაც. ეს არის საშინელი ცოდვა, ეს არის ღვთის ტაძრის შეურაცხყოფა და ამაზე პირველები ვინც აგებენ პასუხს, ის სასულიერო პირები, რომლებიც უშვებენ ასეთ ადამიანებს ღვთის ტაძარში. აი ხო ხედავთ ამ ხატს რა, ეს არის საშინელი სამსჯავროს ხატი. დიახ. თუ დაუკვირდებით პირველ რიგებში ვინ არიან რა? უვარგისი სასულიერო პირები, ზოგი მღვდელმთავარი აი ნახეთ. ანაფორებში არის. დიახ, მღვდელმთავარიც არის, მღვდელიც არის რა. პირველ რიგებში არიან. მოიკითხება ერის გადაგვარება და ესეთი ზნედაცემა უპირველეს ყოვლისა სასულიერო პირებისაგან. აი თქვენ რას ეტყოდით თქვენს საყვარელ ერს, ქართველ ერს, რომელიც ესე იტანჯება უცოდინრობით, ურწმუნობით, უზნეობით. პირველი და ყველაზე მთავარი. ჩვენ ამ სამყაროში მარტონი არა ვართ. მიუხედავად ყველა მიცოდეს რა, მაღალი ღმერთი ყველაფერს ხედავს და იცის ყველაფერი და იცის ჩვენზე კარგად ჩვენი უბედური მდგომარეობა იცის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა, რომელიც წილხვედრი არის საქართველო. აუცილებლად ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ჩვენ ეროვნულ ნიადაგზე რა. აუცილებლად ჩვენ უნდა ვიაზროვნოთ ისე როგორც უნდა იაზროვნოს მართლმადიდებელი ქართველი ადამიანი რა, საქართველოში დაბადებული. უარი უნდა ვთქვათ დასავლურ უზნეობაზე რა. ყველანაირ ამ ესე იგი სიბინძურეზე რაც იქიდან ესე იგი ნაკადებით მოდის და მოდის და თითისქნევით რომ გვასწავლიან ჩვენ როგორ უნდა ვიცხოვროთ. როცა პირიქით ქართველმა უნდა ასწავლოს სხვას როგორ უნდა იცხოვროს, როგორ უნდა იბწუნოს ღმერთი და როგორი ზნეობრივი ცხოვრებით უნდა იცხოვროს. რატომ ხდება ესე მითხარით რა? მე ბევრჯერ მithქვამს კიდე ვიმეორებ რა. რომ ეძახით ავსამართლებიან, რომ ეს არის დასავლური ცივილიზაცია. ბევრ რამეში ეს არის დასავლური კანალიზაცია. და არ ჭირდება ჩვენ ეს კანალიზაცია რა. თვითონ თუ უნდა ბანაობა ამ კანალიზაციაში იბანაონ რა. ჩვენ თავი დაგვანებონ რა. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ისე როგორც ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები და შევინარჩუნოთ ჩვენი მართლმადიდებლური სარწმუნოება და ზნეობა, მაღალი ზნეობა, რითიც იყო სახელგანთმული ქართველი ერი მსოფლიოში სხვა ერებს შორის. ზნეობრივი ცხოვრებით. მამაო, თქვენ წეხან გვიყვებოდით, თუ რა დიდი წყალობა მოიღო უფალმა რუსთავში ერთ-ერთ გაჭირვებულ ქართველთა ოჯახში. დიახ. და რაც არავინ არ იცის თითქმის და იქნებ აი ესეც მოგითხრათ რა. უკვე ახლა ეს ბევრი ის, მაგრამ იცით, მანამდე სანამ მოგიყვებით, აი ერთი რამე უნდა ვთქვა რა. ასეთი უიშვიათესი სასწაული ხდება, მე მოგიყვებით ახლა ყველაფერი, მაგრამ ყველა არხი, ტელეარხი გაჩუმებულია, ბატონო დავით. რამდენი ტელეარხია იცით? და არავინ არ აშუქებს ამ სასწაული მოვლენას. მრავალშვილიანი ოჯახი უსახკარო შემოუშვეს 9 სართულიანი შენობის პირველ სართულზე ყოფილ ბიბლიოთეკის შენობაში. და დაიწყო იქ ხატებიდან მირონდენა. ეს ხო გასაგებია, რომ ეს ღვთიური ნუგეშის გამოვლინება, ეს პატარა გაჭირვებული ოჯახი არის საქართველოს რაღაც დღევანდელი საქართველოს რაღაცა პატარა მაგალითი. სახე თუ გნებავთ. და ერთი 8-9 ხატი დადიან ზდის მირონი და არა მხოლოდ უბრალოდ მირონი, არამედ სურნელოვანი მირონი, ბატონო დავით. აი მე აქაც მაქვს ეს მირონი, გიცხებთ მე აუცილებლად ამ მირონით. ესე იგი წარმოდიეთ რომ მსგავს უფრო ღრმა თებშებში თითო ხატი ერთი 8-9 ხატი დევს, თითო თებში თითო ხატი. და ესეთი წვეთები ესე ხატების ყველა მხრიდან ჩამოდის და ნელ-ნელა დრის მანძილზე ივსება თებში. და ესე იგი წარმოვიდგინეთ ასეთი ბოლოს მსგავსი შემთხვევა სურნელოვანი მირონი რასაც ქვია. თორემ ისე მირონდენა, ისე არის უკვე არც გაუკვირდება არავის, იმდენად არის მართლმადიდებლურ ქვეყნებში ეს სასწაული თქვენ იცით კარგად, მაგრამ სურნელოვანი არის ძალიან დიდი შეათებას წარმოადგენს. ბოლოს მსგავსი შემთხვევა იყო რამოდენიმე წლის წინ რუსეთში. ერთ-ერთი მღვდელმონაზნის სკოლიაში 300-ზე მეტი ხატიდან ზის მირონი. ისი სურნელოვანი. აი ახლა ეს ამ ოჯახში მსგავსი რამე ხდება და ჩვენ მე ვიყავი ქალბატონ მარიკასთან და რუსთავში, ქალაქ რუსთავში
ამაზე იცის საქმის კურსია და დალოცა კიდევაც რუსთავის მიტროპოლიტი მეუფე იოანე გამრეკელი და ეს უამრავი მონასტრებიდან სხვადასხვა იმ ეკლესიიდან მოდიან და იქ უნაწილებს ქალბატონი მარიკა ამ სურნელოვან მირონს რა ესეც და აი ასეთი სასწაული ხდება ბატონო დავით და არც ერთი არხი მათ შორის რაც ძალიან საკვირველია არც საპატრიარქოს არხიც არ აშუქებს ამას რა აი ძალიან აი სულ ფიქრობ როგორ შეიძლება ეს ხო არ არის მარტო მაგი იმ ოჯახისთვის მოვლინებული სასწაული და ნუგეში ეს სასწაული ეკუთვნის მთელ საქართველოს და თელ მართლმადებელ სამყაროს თუ გნებავთ რატომ არ იშუქება ეს ყველაფერი რომ ხალხმა იცოდეს ამაზე რომ ეს არის ნუგეში უფლისა და ღვთისმშობელისა თავის დატანჯულ ქართველ ერისისთვის რა ხო და აი ეს გეუბნებით რა ყოველდღიურად ამაზე იქ ბევრი ხალხი მოდის მე ეს სახლი ვაკურთხე და ესე ამ ზეთით ვაცხე ხალხს ვინც იქ ლოცვის დროს მყოფ იმ სახლში ხალხს რა ნუ ეს დიდი ტვირთიც არის ოჯახისთვის წარმოიდგინეთ ყოველდღე დილიდან საღამომდე უკაკუნებენ და იქ მართალია კითხულობენ პარაკლისებს ყველაფერს მაგრამ ნუ ფაქტობრივად ოჯახი ნორმალური ცხოვრებით არ ცხოვრობს არა მაგრამ ეს ჯვარია იმ ოჯახისა ხო მართალია მაგრამ ჩვენ განასხვები ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობთ როდესაც და მირონი არ მოედინება აი ბატონო დავით აი როგორ თქვა წეგან მე გამახსენდა რომ რამდენი ტელეარხი არსებობს იმ დღეს ვიჯექი და დავინახე იმ სქემაზე არა რამდენი ტელეარხია ქართული ტელეარხი უამრავი მოდი ერთი ჩავთვა აბა ვნახო რა ლამაზი დასახელებია ხო ჩავთე პირველივე არხი და რას ხედავ რა მუსიკალური კლიპი მიდის ორი ლესბიანკა გორაობს ლოგინში და გძელდება ეს და მუსიკა უკრავს რა გესმით თქვენ აბაზ ვეგერა ჯოჯოხეთის ხმა არის ეს არხი რა და მსგავსი რამე არის სხვა არხებზეც იგივე რა სუ ერთ და იგივე შავი ტრუსიკიანი დასავლური ეს მეძავეები მომღერლები ხტუნაობენ როგორც გიჟები ეს სცენაზე სუ ინგლისური სიმღერა ყველაფერი და მას ესეთი სტრაფი ტემპით მიდის აი ეს რა ვიცი ამ ინგლისიზაცია თუ რა დავარქვა მაგას გეუბნებით რა წარწერები თუ რამე წარწერა არის ინგლისურ ენაზე არის წარწერა დიდი ასოე მე ქვევით პატარა წარწერა ქართულად რა იმ დღეს ცხეთაში ვიყავი გავი არის ზაჰესი არა ზაჰესი რა არის ზაჰესი რა რესტორანია სასტუმროა თუ რა არის ზაჰესი მეტრიანი ასოები ინგლისურად ეწერა რა ქართულად საერთოდ არ ეწერა და თან განათებული ეს წარწერა რა გესმით მამა გიორგი მაბატიეთ აი გადავიდე ესე თემაზე მაქსურული რადგან თქვენ ახსენეთ ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი ღვაწლმოსილი მამა გიორგი ბასილაძე და მე სურათებით ინტერნეტში ხშირად მინახავს გადაღებული თქვენთან ერთად მამა გიორგი ყოფილა ჩვენთან და გამიგერო აი ახაც ყოფილა სტუმრად მოსულა ხარებად 2011 წლის ხარებას მამა იონესთან ერთად კი აი რა სიტყოდით როგორ დაახასიათებდით ამ ადამიანს და თუ გნებავთ იმასაც შეეხეთ ამას წინებზე როგორ ასე ვთქვათ ვითომ ბრძნულად დაიწყეს მისი მხილება ასე ვთქვათ გასაგებია სხვა საქმე ხო მოგვარებულია ხო დარჩა მიცვალებულის მხილება დარჩა ხო აი თავიდან ერთ რამეს გეტყვით ბატონო ჯერ ეგერთი მამა გიორგი ჩვენი დროის უდიდესი წმინდა მამაა ღირსი მამაა რა წმინდა იოანე კლემაქსი თქვენ იცით მოგეხსენებათ თავის ნაშრომში რომელიც ყველა მართლმადებელი კითხულობს ესეთ რამეს წერს აი ფრთხილად უნდა ვიყოთ რომ მივსდებთ ხოლმე ჩვენ ბოლსა და ამ პატარ ბოლის გამო მზეს ვერ ვხედავთო ცითრა აი არსებობს ესეთი ცნება სულიერი ინსტინქტი აი ხალხმა ქართველმა ხალხმა თავისი სულიერი ინსტინქტით მიხვდა და მიაგდო რომ მამა გიორგი არის წმინდანი და ღირსი მამა და ზოგიერთი ვინც ვალდებულია რომ გაერკვას სად არის სიწმინდე და სად არის საშიშროება ამას ვერ ერკვევა და ან არ ერკვევა რა რაღაცა უფლის დროს რაც მოხდა მსგავსი რამეც ხდება თუ გნებავთ რა რომ ჩვეულებრივი ხალხი უმეტესწილად და დიდი ნაწილი ჩვენი სამდელოებისა მიხვდა და უყვარდა და აფასებდა მამა გიორგის
მაგრამ რამოდენიმე ადამიანი, რამოდენიმე მღვდელი ძდრემდე განაგზავს განკითხვას მამა გიორგისა. მაგრამ ყველაზე სამწუხარო იცით რა არის, ბატონო დავით. აი განიკითხავენ, რაღაცას მოიგონა, ხიფში იყო, ისა თქვა, ესა თქვაო რა. ქადაგების დროს ყოველთვის იხსენებენ პატრიარქს. უწმინდესი და უნეტარესი, ჩვენი პატრიარქი, ისა საქვეყნო ცნობილია პატრიარქის და მამა გიორგის ურთიერთესი თბილი დამოკიდებულება, სიყვარული და ნაცნობობა. რამე უთქვიათ ცუდი პატრიარქს მამა გიორგის მიმართ? ან სინოდის ჩვენ ეკლესია უთავოა? ეკლესია დგას ეპისკოპოსებზე. თუ ვინმე რამეს აშავებს, ან სინოდი აფრთხილებს ამ ადამიანს, მერე უკვე მიდის მეორე გაფრთხილება, დაყენება მერე შრომიც და მერე უკვე განკვეთა. რაც ჩვენ ვიცით რამდენი არის ხო მოდელი და ის განკვეთილია ხო საბოლოოდ. რამე მსგავსი რამე გაგიგია? პირიქით გარდაცვალების გარდაცვალების არქიმანდრიტი და ორი მღვდელთავარი იყო გარდაცვალებას და რა თბილი სიტყვებით ყველაფერს და არ ვიცი რა. უამრავი სასულიერო პირი და ყველაფერი. მსგავსი რამე როცა არ იყო, რატომ ბედავთ, რატომ განიკითხავთ თქვენ ადამიანს რა? ესე იგი ირიბად თქვენ პატრიარქსაც განიკითხავთ და წმინდა სინოდსაც განიკითხავთ რა. და ტყუილად იხსენებენ ეხა წმინდან მამებს ქადაგებებში რა. კარგად ბრძანა წმინდა სიმეონ ახალმასღვთისმეტყველმა, ვინც თანამედროვე მამას უარყოფს და არ აღიარებს, ის ფაქტობრივად არ აღიარებს არ ძველ წმინდა მამებსა. სრულიად ვეთანხმებ მართალია ეგ რა. ისე მაინც მინდა კითხოთ, ეგეთი ზარღვიანი და ვაშკაცური და ქართული სიტყვები ვინ საერთოდ ულაპარაკია? არის გეუბნები. ლაპარაკობდა რა. მამა გიორგი იყო მამა გაბრიელის ხაზის და იმის გამაგზელებელი რა. ვინც განიკითხავს მამა გიორგის, მამა გაბრიელს განიკითხავს, როგორც მართლაც მან განიკითხავდნენ მამა გაბრიელს მთელი ცხოვრების მანძილზე. მე მომსწრე ვარ თვითონ, არ მახსოვს მე ვიყავი სტუდენტი თუ დიაკვანი, ერთ-ერთ საეკლესიო მაღაზიაში ხოლმე ზოგიერთ სასულიერო პირ როგორ განიკითხავდა მამა გაბრიელს, დასცინოდა პირდაპირ. და გაშტერებული ვარ ესე პირ გაღებული ვიდექით მე მაღაზიის საეკლესიო მაღაზიის გამყიდველები და ცნობილი მღვდლები რა, ცნობილი მღვდლები, ეხლა რა თქმა უნდა მე არ დავასახელებ მაგათ ეხლა. ეხლა ალბათ რას ამბობი, ეხლა მაგათი ტაძრებში ასუ მამა გაბრიელის ხატები ალბათ. აი ესევე დღესაც იგივე გრძელდება რა. რაღაცა თითიდან ამოწურვილი რაღაცები და ამას ვითომ აკეთებენ მართლმადიდებლობის დაცვით, ბატონო დავით. როგორ თუ ისო რა ქვია, ესეთი რამე აი გეუბნებით რა. ხიბში დაბრალება ადამიანის ჯერ ეგეთი კარგად გაერკვონ რა არის ხიბლი. ხიბში ყოფი ადამიანი აუცილებლად ან ამპარტავანი იქნება, ან ვერც მოყვარე, ან რა ვიცი პროტესტანტულად მოაზროვნე, ან კიდე რაღაცა ისე გაიგეთ. არაფერი ეს არ იყო რა. გადაიკიდნენ რაღაცა იმას, როგორ თუ მამა გიორგიმ თქვათ მაგალითად რომ ისა ქართულ მსახიობებს წმინდანები ზოგიერთ ხათვით წმინდანებიც ეხმარებოდნენ რა. ბატონო დავით, რამდენი ძველი ქართული ფილმებია ხო? მაგდანას ლურჯა, აი ფატიმა რა ვიცი ბაშიაჩუკი, დღემდე 53 წლისა ვარ ხო? დღემდე რო უყურებ ვერ ვიკავებ ცრემლებს რა. კომუნისტების დროს ადამიანმა რო ესეთი მიიღო ესეთი მადრიდა რო ეს როლი შეიძლება ამის თქვა რომ ეს არის მსახიობობა ხო საშინელი ცოდვა დღეს რო ესეთი რამე თქვა სასულიერო პირმა გაბრიელი ამბობდა რომ ღმერთის ტალანტია ესა ხო და არიან ზოგიერთები რომელიც ამბობენ ესეთი საშინელი ცოდვა და როგორ შეიძლება მამა გიორგიმ რო თქვა რომ აი ეს როლი ვინც ითამაშა იმას წმინდანიც უშველა ამ დროს ისა რა ანდა რატომ იმას როგორ შეიძლება რომ აი ესეთი რამე თქვაო დავით მეფე დავით აღმაშენებელი ბუნებით ღმერთიაო თქვა რა მამა გიორგიმ მოიყვანა არსენი ყალთვერის თუ არ ვცდები სიტყვები როცა საკებარი სიტყვი როცა აკებდა დავით იქ არის ქება მიდის და მათ შორის ისიც თქვა რომ ბუნებით ღმერთი შორის ეს ხო გასაგებია რომ ეს აქ ყველაფერი ეს შედარებითი მოტანილია რა აი და ეძახიან რომ აი რა კი ესე თქვაო რა ესე იგი ეს უთხრა რომ ღმერთი ხო შემოქმედი ღმერთია წმინდა სამება დავით მეფეც შემოქმედი ღმერთია შეიძლება ესეთი რბილად რო თქვა გადაჭარბება და ესეთი დამახინჯება სიტყვებისა ეგ არის მოდათ ან გიორგი როგორ გეკადრებათ რა თქმა უნდა კაცო ეს არა ბატონო და ამას უკვე აშკარა ჩანს ამის უკან დგას ბოღმა და შური დამიჯერეთ რა შური და
და ვიღაცას ძალიან აწუხებს, რომ მაგათ ავტორიტეტის გარდა კიდე სხვა ვინმე კიდე არის ავტორიტეტი. ასეთივე კიდე ესე იგი აწუხებს მათ ეს მამა იოანე ცოლარის. დიახაც მაგასაც ზოგიერთები განიკითხა, ვინც მამა გიორგის განიკითხავს, მაგასაც განიკითხავს რა, მამა იოანესაც რა. მამა იოანე თავისი დიდი რუსეთი დატოვა. მრავალ მილიონიანი პეტერბურგი დატოვა. დიდი შემოსავლებით დატოვა, მოდით ესე თქვა, თუ ვინმე შემოსავლებზე ფიქრობს რა. ოჯახი დატოვა და საქართველოს სიყვარულის გამო ჩამოვიდა აქ მსახურობს რა. უამრავი უძლურება და დაავადება აქვს მაგას. და ესე მუშაობს და წმინდა ნინოს კურთხებით ყველა მიცის ეს ყველაფერი რა. თვითონაც მომიყვა ეს ყველაფერი როგორც მოხდა ეს ყველაფერი რა. როგორ გამოიცხადა მას წმინდა ნინო. როცა თვითონავში მოდიოდა რა. მამა გიორგი, აი თქვენ როგორც სამღვდელო პირი, რა საშიშროებას ხედავთ ჩვენ საქართველოს თავზე, ისე რომ ჯერ ეგერთი მაპატეთ რომ გაწყვეტეთ ბატონო დავით. ჯერ ეგერთი თუ ვინმეს არ ერკვევა გადაშალოს წმინდა წერილი, კერძოდ ფსალმუნები თუ გნებავთ. და წაიკითხოს 91 ფსალმუნი. იქ ბუნებით ღმერთი კი არა, ზოგადად კაცებს ღმერთი ღმერთებად უწოდებს. გადაშალეთ და წაიკითხეთ. და ეს სიტყვები ამ სიტყვების ჭეშმარიტებას და ესე არ არის უბრალოდ ლამაზი სიტყვა, ადასტურებს თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე იოანეს სახარებაში თავი მეათე. და წაიკითხონ ყურადღებით და ჯერ სახარება წაიკითხონ და მერე განიკითხონ წმინდანები რა. ხვალ გიმეორებთ ამ კითხვას, რომ რა საშიშროებას ხედავთ უბრალო ადამიანთა საქართველოს ხალხის თავზე, იმის გამო რომ ნაკლები რწმენა, იმის გამო რომ ის არის ქადაგება ხშირად რაც უნდა ითქვას მათ მიმართ დაუშვათ, იმის გამო რომ ტელევიზიები სხვა რაღაცით არიან დაკავებულები, ვისაც დაფინანსება აქვს პირველ რიგში არა და ჩვენც ახლა ვიდგავთ ნელ-ნელა ნაბიჯებს რო იტყვიან, თორე თელ საქართველოს მოვედებოდით რო იტყვიან და ყველგან გავაკეთებდით სიუჟეტებს და ჯერჯერობით ამდენი ძალა არ შევქცევს. მაგრამ იმედია რომ მაინც მოვახერხებთ იმას, რომ თელმა ქართველმა ერმა გაიგოს უფლის ნება, რა ნება ჩვენი ერის გადასარჩენად, როგორ უნდა ვცხოვრობდეთ, რას უნდა ვინანიებდეთ, რა საშიშროება შეიძლება გვადგია და ვერ ხვდებით. ხომ შეიძლება რაღაც ისეთი ხდება მოხდეს მალე, რომ ჩვენ აგერ წარღვნა რო იყო. დიახ. განა ის არ იყო გარკვეული საჯელი, ამაზეც კიდე რამბები ათქვა, როგორ ღმერთმა როგორ შეიძლება ვინმე დასაჯოს. ბატონო დავით, ნაწილობრივად რაც უფლისგან მაქვს ნანახი, მე მოვიყვევი ეს ჩვენი საიტი არის თქვენ იცით, ჩვენი ეკლესიის ალილუია წერტილი-ჯი. იქ არის ესეთი გადაღებული ფილმი აპოკალიფსის აჩრდილი რა. ნაწილობრივად რაც ნანახი მაქვს, მე იქ მოვიყვევი და ვისაც სურვილი აქვს ნახოს. მე ვიცი რომ საქართველოს ბევრი უბედურება ელოდება. მსოფლიოს ზოგადად, მაგრამ და საქართველოსაც რა. აი ახლა 11 სექტემბერი იყო არა? დიახ. უშინ. აი ყველამ გაიხსენოს 2001 წელი ხო? ეს ტერაქტის დღე. ამერიკაში რაც მოხდა უბედურება. ეს ორი უდიდესი სათამბჯენი დაეცა. დაეცა და რას ნიშნავს ეს რა? იმის წინა დღეს არ უნახე აქ ალბათონ გულნარა კუკულაძეს ეს ხილვა ივერისთის შობელის ხატი რო გამოაცხადა. გახსოვთ? ეს ხო იმის წინა დღეს მოხდა. რის მერე დაიწყო მე მახათას ფსაზე აშენებლობა ის დაძრისა. იქ უბძანა ღვთისმშობელმა და თქვა რომ მეორე მსოფლიო ომი იწყება. მესამე მსოფლიო ომი იწყება. ამერიკა ზეციდან ისჯება და ამ მესამე მსოფლიო ომის ტალღამ საქართველოს გადაულის და გადმოვლისო. აი ეს ორი სათამბჯენის დაცემა ეს იყო თუ გნებავთ ამერიკის დასასრულის დასაწყისი. ეგ ერთი, რასაც ჩვენი არათ რომ გამოცხადებაში ბიბლიაში აღწერილია რა მორაელოდება ამ ქვეყანასა. ახალ ბაბილონს. დიახ, ახალ ბაბილონს. ეს ერთი. მეორეთ რომ მოდით ვიფიქროთ რა. ვინც დაიღუპა ეს რამოდენიმე ათასი ადამიანი იმ ტერაქტის დროს. ნიუ-იორკში და ამერიკაში ყველაზე მცოდვილი ადამიანები იყვნენ? რა თქმა უნდა არა. მაგრამ ამისთვის ისევ დავბრუნდეთ და სახარება გავიხსენოთ რა, გავიხსენოთ. აბა გაიხსენეთ უფალთან იესო ქრისტესთან რომ მოვიდნენ. და თქვენს უფალო, სილოამის გოდოლი დაეცა. და 18 ადამიანი დაიღუპა. რა უპასუხა მათ უფალმა? ნუ გონიათ რომ ესენი ეს 18 ადამიანი ვის თავზე დაეცა ეს ძველი გოდოლი, ყველაზე ცოდვილი ადამიანები იყვნენ იერუსალიმში, არა.
მაგრამ ეს არის ნიშანი თვთისგან თუ არ მოინანიებთ ყველანი ესე დაიღუპებითო და მართლაც გავიდა 30-40 წელი და თქვენ ისეთ რა მოხდა მოვიდა რომის იმპერატორი ვესპასიანე და მე მისი შვილი თითე და ქალაქი იერუსალიმი მიწასთან გაასწორეს და 1.5 მილიონი 2 მილიონამდე ადამიანი დახოცილი იყო რა აი ესე შესულდა უფლის სიტყვები და აი ასეთივე რამე მსგავსი რამ ელოდება ზნედაცემულ დღევანდელ სამყაროს რა თავისი ჭუჭყიანი მამათმავლობით და ყველაფრით რა და ამ სიბინძურეს დაკანონებას კიდე უნდათ საქართველოში გესმით თქვენ და ეს ხდება ქართველი ხალხის მეშვეობით რა არავისი ბრალი არ არის დამიჯერეთ რა ამას ღმერთი და ღვთისმშობელი გვაპატიებს და ეს ხალხი პირჯვას იწერს ოქროს ჯვრებს ატარებს და ეკლესიაში დგანა დიდი სანთლებით რა ფარისევლობა გახდა თანამედროვე სამყაროში სავიზიტო ბარათი აი ეს არის უბედურება ჩვენი როცა გულწრფელი დამოკიდებული უნდა გქონდეს ჩვენ ღმერთთან რა აი ეს როცა დაბრუნდებით ეროვნულ ნიადაგზე მაშინ ღმერთი მოგვანიჭებს ჩვენ ყველანაირ გამარჯვებებს მათ შორის პოლიტიკურ გამარჯვებებსა და საქართველოს გამძლიანებას მაგრამ მანამდე ამ მტერზე საშინელ მტერზე რომელსაც ქვია გადაგვარება და გარყნა ერისა აი აქ უნდა მოვიგოთ ბრძოლა ჯერა საქართველოში დედაქალაქიდან დაწყებული რა ეგ არის და ეგ არის აი სწორედაც მახსენდება მამა გიორგი მამა გაბრიელს როცა კითხეს მღვდლებმა მამა გაბრიელ ხალხი არ დადის ეკლესიაშიო და რა ვქნათო როგორ მოვიქცეთო რა უკადაგოთო ზნეობა რომ დაეცა საქართველოშიო ეგ არის აი ეს უკადაგეთო აი სწორედ თქვენ რაზეც ბრძანეთ მართალია ბატონო ორი მოწმის მოწყობა დიახ ეს არის კი აუცილებლად ჩვენ გეუბნებით რა ნუ რამდენჯერ უნდა ვთქვა რა რამოდენიმეჯერ მაქვს ნანახი საქართველოში გამოცხადებული საყოველთაო მობილიზაცია ძირძველის მტრისგან კიდე ჩვენი ტერიტორიის ოკუპაცია ძირძველი მტერს გულისხმობ რა სამხრეთელი და დიდი განსაზღვრება უბედურება გველოდება ჩვენ რა წინ და ეს იქნება ყველაფერი ღვთისგან დაშვებული განსაზღვრელი დასაჯელი იმის გამო რომ ჩვენ დავუშვით აი ესეთი ჩვენი სამშობლოს ესეთი გარყნა და ესეთი ზნედაცემა სულმოკლეობა მცირედ მორწმუნეობა და ეს რა ვიცი დაუფარავი სატანობა კიდევაც რა მაგრამ ყოველთვის ვამბობ შეუძლებელი კაცთათვის შესაძლებელია ღმერთისთვის მიუხედავად იმის რომ ჩვენი უღირსებისა უფალი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოგიყვანს ჩვენ სწორ გზაზე რა და ჩვენ აუცილებლად საქართველოს გაბწყინდება და წავა წინ თავისი გზით მამული ენა სარწმუნოება ამინ აი ახალგაზრდობა რომ შევაჩეროთ ღვთისმადლით აი ამ გზაზე რომ არ დაიწყონ სწრაფო კიდევ მეტად ამ გარყვნილებით ამერიკისკენ და აი ამ ახალი ბაბილონისკენ იქნებ დაფიქრდნენ რაც თქვენ თქვით რომ რა ელოდებათ მათ არა განად მათაც უნდათ რომ იგივე დაემართოთ რაც იმათ ელოდებათ მართალია ბატონო მაგრამ ამას უფროსი ასაკის ადამიანებმა უნდა გააკეთონ დაცვა სჭირდება ხო ამ ბავშვებს ახალგაზრდებს არა ოჯახი ბაგაბაღი სკოლა უნივერსიტეტი არა გაზრდა უნდა იყოს უნდა გავზარდოთ მამულიშვილი უნდა გაიზარდოს ხო ის ბავშვობიდან უნდა გავზარდოთ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში ბავშვობიდან ბავშვმა უნდა იცოდოს შუშანიკი ვინ იყო დავითი ვინ იყო თამარი ვინ იყო ბავშვობიდან გოგონას უნდა ასწავლონ რომ შვილო ეს სირცხვილია ეს გოგოსთვის ქალისთვის შეუფერებელია აი ესე უნდა საზოგადოებაში ქალმა ესე უნდა მოიქცეს და დღეს რა ხდება მითხარ ჩვეულებრივი გეუბნებით რა ჩვეულებრივი ნიფხავებით დადიან ქუჩაში რა ჯინსის ან სხვა ნაჭრის ტრუსებში ნიფხავებში რა ესე უნდა გავიდეს ქართველი ხალი ქუჩაში ყველა ჯულის ხალხი დასცინის ჩვენ უცე კაცი რო შორტები დადის მე ვერ წარმოვიდგენდი ქართველი მამაკაცი თქმა უნდა რუსთაველის პროსპექტზე გაივლიდა შორტები რა ვერ წარმომედგინა რა საშინელება მე ჩამოდიოდნენ მამაო იმათ რო უყურებდი დიახ გაკვირვებულებ რა ამას რო უყურებს ქართველი კაცი როდესმე თვითონაც შეიძლება რომ ესე როდესმე გაიაროს აბარა
საშინელება რა. ეგ არის საშინელება რა. რატომ არ ასწავლიან სკოლებში რჯულს? იმიტომ რომ ბატონო დავით რუსეთი რა შუაში აქვს? რუსეთი სწორედ რომ რუსეთში მიიღეს კანონები, უმაღლესმა საბჭომ პარლამენტმა მიიღო კანონი, სადაც აკრძალულია კაზინოები. აკრძალულია მამათმავლობის პროპაგანდა, აკრძალულია იეღოველთა შეკრებები მასობრივი. აქ ჩვენთან კიდე ყველაფერი პირიქით ყველაფერი ბატონო დავით. მე არაერთხელ მithვავს გადაგებაში. ხეცო, საქართველოს მე-4 საუკუნეში მიიღო ქრისტიანობა. რუსეთმა 600 წლის მერე მეტი მე-10 საუკუნეში მიიღო ქრისტიანობა. მას რუსი უფრთხილდება თავის თავს და ქართველი არა? დაუკვირდით რა, რატომ უნდა ხდებოდეს ეს, როცა პირიქით უნდა მოხდეს? ვიცი, ანჩის ხატი რომ არის მუზეუმში და აწყურის ხატი, ეგ არ არის რუსის ბრალი, რო ვერ გამოგვა? მაშ, კი, მართალი ბრძანდებით, კი. ჩვენი ბრალია ყველაფერი. თავი დავანებოთ ეს ჩვევას, რომ ყველა ჩვენ უბედურებაში სხვებს ვაბრალებ, ჩვენთანს მივხედოთ. ბევრ რამეში ჩვენს წოდავდა. რაც ხდება, ცუდი ჩვენი ბრალია ყველაფერი. ჩვენი მცირედ მორწმუნეობისა, ურწმუნოებისა, სულ მოკლეობის და ლაჩრობის და ყველაფრის ბრალია. აი ესე. გეთახმებით, მამაო და მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად აი ეს შიში ჭამს ადამიანის სულს და ხარ. მით უმეტეს 9 წლის მანძილზე ნერგავდნენ აქტიურად ამ შიშსა. ბევრი ადამიანი მთელი მათ გეგმაში ჰქონდა მთელი ერის დამცირება და მიაღწიეს კიდევაც რა, თითქმის რა. ერის დამცირება, ღირსება აყრეს საერთოდ, უამრავი ადამიანი ნაცემი, გაუპატიურებული, შევრაცხყოფილი, ქონება წართმეული რა. მამა, ვოროდთან ბრძოლის ხელოვნება, ნუ თუ მარტო ბერების და მონაზვნების საწოდინარი ხერხია. ბატონო დავით, აი თქვენი ცნობილი წინასწარმეტყველი სიტყვები ეზეკილისა. ვაი მწყემსებსა, რომელსაც თავის თავს მწყემსავდნენ და არა სამწყსოსა. ეს ევალება არა მხოლოდ სასულიერო პირებსა, არამედ საერო ხელისუფლებასაც. ისინიც არიან ერი მწყემსები. როგორ გეკადრებათ? რაზეა ლაპარაკი რა? სწორედ რომ მაგათი მოდის ყველანაირი საცდური. მაგათმა უჩვენებენ თავის უზნეო ცხოვრებით ერს მაგალითს ასე ვთქვათ ბჭყალებში რა. და თქვენიცით კარგად რომ რა ესე იგი გარყვნილებით და იმით ცხოვრობენ რა, ბევრნი რა მათგანი რა. აუცილებლად ევალება ხელისუფლებას ევალება. მაგრამ ხელისუფლება თვითონ არის ასე ვთქვათ გადართული დასავლურის მასობრივ კულტურაზე და ის რა უნდა ასწავლოს, როგორ უნდა დაიცვას ახალგაზრდობას რა. კი, მაგრამ არჩევნების დროს ეს ხალხი ნუ თუ ასე არის დაბეჭავებული, რომ ვერ გაურჩევია ვის მისცეს ხმა და ვის არა. თუ ისეა მოწყობილი, რომ გინდა თუ არა, მაინც იმას აირჩევენ, ვიც არის ჩაფიქრებული. თუ როგორ არის? დამთავრდა უკვე ბატონო დავით. დამთავრდა უკვე რა. აი ეხლა უკვე დრო მოვიდა რომ უკვე ჩვენ მართალია მთავარი ბოროტება ქართველმა ხალხმა მოაშორა. მაშინ არჩევანი სხვა არისო რა. მაგრამ ეხლა უკვე უფრო და უფრო უნდა შევეცადოთ რომ ეროვნული ხალხი მოვიყვანოთ ხელისუფლებაში. ეროვნული ხალხი, რომელსაც აუცილებლად წესრიგს დაამყარებს უნივერსიტეტებში და სკოლებში რა. რომ გავზარდოთ ჩვენ მამულიშვილები და არა რაღაცა ესე გადაგვარებული რაღაცა დასავლური პროდუქტი რა. პროამერიკული პროდუქტი რა. რა შევიმუშაოთ ისეთი მამაო, რომ წინ ეს ხალხი დაპირებას იძლევა ხოლმე, ამას ვიზამ, იმას ვიზამ, ამას გავაკეთებ, ავაშენებ, დავამშვენებ და არ შეიძლება რომ ამ სახარების წინაშე ან რამე დავაწერინოთ ხელწერილი ფიცი და წინ ვათქმევინოთ. სკოლებში შემოიტან ჯულს, შენ რო გახდე პრეზიდენტი. ბატონო დავით, პრემიერი. თქვენ არიცით ამერიკის პრეზიდენტები რომ ბიბლიაზე დებენ ფიცს. კი ბატონო, მაგრამ მე რა ბიბლიაზე ფიცს და იმ ბიბლიაზე სადაც მამათმავლობა დაგმობილია და მე ერთსქესიანთა კანონებს ღებულობენ. ეს არის ფარისევლობა ჩვეულებრივი. აქ რა შეჭირდება ჩვენ უნდა მოვიყვანოთ ხელისუფლებაში მართლა მართლმადიდებლები რა. და მადლობა ღმერთს ასეთები არიან საქართველოში რა. მაგალითად როგორც პატრიოტ ალიანსში არიან ესეთი ხალხი შეკრებილები, მაგალითად რა. მორწმუნე ხალხი, მამულიშვილები უნდა მოვიყვანოთ ხელისუფლებაში რა. საზღვარგარეთაც ბევრი არის პატრიოტი ხალხი. რა თქმა უამრავი ბატონო და შეგვიერთდნენ და აუცილებლად ღმერთმა ქნას რომ ეს მოხდეს რა. ღმერთმა ქნას რა. მაგრამ მარტო ცხოვრებას თავის კაბინეტებიდან ალბათ ხედავენ ბატონო დავით. ესეთი არნახული გაჭირვება
არნახული გაჭირვება სადღი როდის გინახიათ ნაგვის ბუნკერებში რომ ხალხი იქეგება გადე თბილისში ნახეთ ყოველ ნაბიჯზე რა ესეთი რამე არასდროს არ ყოფილა რომ განიკითხავენ ეხლა წარამარა კომუნისტებს მაგ დროს გინახიათ ნაგვის ყუთეში ვინმე იქეგებს რომ ვინმე არასდროს მამა იქნებ მართლა არ ვიცით ლოცვა როგორ უნდა ლოცულობდეთ ღვთისმინაში ბატონო დავით ლოცვებიც ვიცით ყველაფერი ვიცით იცით რა რჩევას ვაძლევ რა გულითად ილოცეთ რა გულითად აი როცა ვკითხულობთ ლოცვას გინ მამაო ჩვენ გინ აცხოვნე ღმერთო ერიშენი აი ეს ლოცვა ცნობილი ლოცვა გულით უნდა წავიკითხოთ რა გულითად უნდა წავიკითხოთ ლოცვები რა ჯობია მოკლე ლოცვა წავიკითხოთ ოღონდ ყურადღებით და გულითად ვიდრე გრძელი და როგორც ავტომატი ესე რო კითხულობენ ხოლმე ოღონდ და წავიკითხო და თან თუ ვინმეს არ პატიობთ ღმერთი პატიობს მაშინ ჩვენ რა თქმა უნდა არა რა თქმა უნდა და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვითარცე ჩვენ მიუტევთ თანამდებთა მათ ჩვენთან ამიტომაც არის ნათქვამი რა თქმა უნდა გვაპატიებთ მაგრამ იცით როგორ არის რა დღეს ესეთი დროა ამ ბოროტ ძალებთან წყნარი მშვიდი და დალაგებული ლაპარაკი არ გადის ბატონებო არა ისინი აქით სარგებლობენ როგორც ვთქვათ იეღოველი სექტანტები თუ მაგასთან წნარად დაიწყებ ლაპარაკი ამით სარგებლობს რა რომ თავს შეგახვიოს თავისი ეს სისულელე რა და მკრეხელური სწავლება რა დრო მოვიდა რომ ცოტა იცით რა მუხტი დავაბრუნდოთ ჩვენი რა მუხტი ეს ეროვნული რა და სხვანაირად ვილაპარაკოთ უკვე რა თორემ აქეთ შედით მაგათი ის აქედან გამოდის რა მარტო სიტყვით ეკლესიას პატივცემენ და პატრიარქსაც რა პატრიარქი და ეკლესია და ამბობს ხან სინოდის სახით რომ ნუ იღებთ ან კანონს გევედრებით ამას ნუ აკეთებ აბორტი შეწყვიტეთ აბსოლუტურად არაფერი მაინც ყველაფერს რასაც მათ უნდათ იმას აკეთებ ხდება იქ უფრო დასავლური ბრიუსელი და ვაშინგტონელი ბიძებისა უფრო ეშინიათ ვიდრე თავისი ეკლესიის და პატრიარქის და სინოდისა აი ეს არის ჩვენი უბედურება რატომ არ ვირაზმებით თელიერი აი დავუშვათ ერთ რამეს დავაყენებ საკითხს ესეც ჩვენმა უწმიდესმა ყველასაგან საყვარელმა პატრიარქმა ჩვენთვის ტანჯულმა და უკვე აი რა დღეში ვიყავს ჩაყენებული იარ და ბერდაუკა კი ბრძანა ერთხელ გამოვიდა და ბრძანა ესეთი კურთხევა რომ შეწყდეს საქართველოში ჩვენთან მკვლელობა აბორტები ეხლა მე ვსვამ კითხვას ვინ აიტაცა ეს კურთხევა და ვინ გაატარა თქვათ კანონის ძალით მიიღო რომ შეწყვეტილიყო არავინ არ მიიღო ყურად ესა მაგრამ მე რას ვფიქრობ რატომ არ აყვა პატრიარქის ამ კურთხევას ყველა ეპარქია ვისაც ეხება რომ ხარი დაუჭიროს უწმიდეს თავისი მრევლით კი მე არ ვამბობ ეხლა ყველაფერი მთავრობას დააბრალო რატო იმ წუთში სმირნაზე არ დადგა და პატრიარქის კურთხევა არ გაატარა და აბორტები არ შეწყვიტაო კი ბატონო მაგრამ რახან არ აკეთებს ხო შენ ხო ხარ აგერ ამდენი ეპარქიები ხო 30-ზე მეტი ეპარქია გამოდი რა მიტროპოლიტი ხარ ეპისკოპოსი ხარ შენ მრევლთან შენ მღვდლებთან ერთად რომ ესე ბრძანა უწმიდესმა ეს არის მკვლელობა ანუ კიდე აღამახმად ხანს უჩეხია ქართველიერი და ის კიდევ ვის არის კაცო იმასთან შედარებით შენ რო კლავ თვითონ ღმერთის წინაშე ეს უფრო მეტი ცოდვა მამა გაბრიელს რო ლანახი აქ ქონდა ხო გახსოვს აი ეგ დამავალა მე ყველგან ამის იმიტომ გავკადნიერდი ეხლა რომ თქვენთანაც ესე ხმა მოვიდგი რომ მამა გაბრიელმა მითხრა შვილო აი ახლა რაც მოგიყევიო აი ეს ხილვა ღვთისმშობლის კი ყველგან ამის შესახებ ვილაპარაკეო და ისე ვიმეორებ ეხლა თქვენთან ერთად დიახ ჩვენ თუ ვართ მრევლი ჩვენ თუ გწამს ქრისტე პატრიარქმა რო ბრძანა შეწყვიტეთ მკვლელობაო თუ მთავრობას არ ესმის დავანახოთ რა ძალა მართლმადიდებლობის ყველა ეპარქიამ ამოუდგეთ ხალხში პატრიარქის ამ კურთხევას და ეს აღამახმად ხანი ჩვენში მოკლათ რა მართალია ბატონო და იცი კი ქადაგებენ სასულიერო როგორ არ ქადაგებენ მაგრამ ამას საჭიროება კიდე რაღაც ისეთ კანონების მიღებაც რა საერო ხელისუფლებისგანაც რა კიდე ზომების მიმობა ეგ ერთით მეორედ ამის ეს არის გარკვეულწილად მთლიანად არა მაგრამ გარკვეულწილად უზნეო ცხოვრების ანარეკლი ბატონო დავით ეს არის აი ესე რომ დანერგილი ეს გარყვნილება უზნეო ცხოვრება ამის ანარეკლი და პლუს კიდე ამას კიდე ემატება სოციალური სიძულჭირიც რა ეკონომიკური სიძულჭირიც ასე ვთქვათ ანუ ამისთვის აღარ გცალია უკვე ესე გამოდის აი პირობებიცაც უნდა იყოს იმისთვის რომ ოჯახმა თვითონ იყო დაინტერესებული იყოს გამრავლებაში და შესაბამისი უნდა იყოს ატმოსფერას ქვეყანაში გაიგეთ
აბა ნახეთ რეები ხდება რა როგორი უზნეობა იმ ყოველ ხშირად მოდიან მამაო ნახეთ ეთი მეტროში უკვე ესკალატორებზე რა რეები ხდება რა გადახვეულები ისე კოცნიან ერთმანეთს და რა ხდება საერთო ქალაქში და რა უბედურება და რეები ხდება თქვენ კარგად იცით რა ზნედაცემაა გეუბნე ზნედაცემაა და აი ჩვენ თუ არ შევაჩერებთ ამას შეაჩერებს მაღალი ღმერთი და რა გზით შეაჩერებს ხომ იცით უბედურების და განსაზღვრებს რომ დაუშვებს უფალი და მე ვის გადააბრალებენ მე რა ჩვენი ბრალია ყველაფერი ერთი სიტყვით აი ეს შენ გეტყვი ისეთი ვაჟკაცი მეომრები ვართ ეხლა რომ გარშემოსეულ მტერს ნახევრად მორწმუნეები მოვერევით წმენაში მაინც გავძლიერდეთ მართალი ბრძანდებით კი მართალი ბრძანდებით რა აი ეს არის რა უნდა დაიწყოს გარდატეხვა უნდა მოხდეს საქართველოში ბატონო დავით მოდი პირდაპირ თქვათ რა ასე ჩვენ ვიმყოფებით ეს კი ყველანაირ ეს ზნეობრივ ტუპიკში რა რაღაცა უნდა მოხდეს ასე უკვე გაგრძელება შეუძლებელია უკვე რა ეს ქვეყანა უკვე არ არის საქართველო რა მე მახსოვს თქვენ ერთხელ იქადაგეთ ამბიონიდან ეს იყო ჩემთვის საოცარი ესე იგი შიშის მონგრელი რაღაცა რომ საქართველოსო ჩემს სიტყვებით რაც გამახსენდა ვიტყვი დიდი ხანია უკვე წააგო ბრძოლა ეშმაკთანო მაგრამ არ შეგეშინდეთ ბოროტძალებთანო არ შეგეშინდეთო ესე იგი უფალი მოწყალიაო და მაინც ესე იგი ღვთისმშობლის ძროხით აიქიდანაც კი გაგვამარჯვებია მიუხედავად ჩვენი უღირსებისა მაინც გამოგიყვანს სწორ გზაზე ისე უკვე დამარცხებულები ვართ ისე დამარცხებული ვართ ეს ბრძოლა ჩვენ ამ ბრძოლას ჩვენ წავაგეთ ბატონო დავით წავაგეთ ვაღიაროთ მაშინ და დამდაბლდებით იმიტომ რომ ძალიან ამაყები ვართ ყველაფერში მაგრები გონია ჩვენი თავი თუმცა ისე ვიმეორებთ რომ ამასაც დაუშვა ღმერთი რომ ჩვენ ვიგზო დავინახოთ ჩვენი თვალებით ჩვენი არარაობა და სისუსტე ალბათ მაგიტომ არა რა თქმა უნდა მაგიტომ რა კიდე დარჩა რომ რაღაც აი თლად მიწაზე რომ ცხვირი გვაქვს დასარტყმელი თუ რა დაგვრჩა ისე აი მე მომიყვან ხოლმე მაგალითს რა ოქტომბრის რევოლუციამდე დაახლოებით 1 წლით ადრე რუსეთში მოხდა ეს ამბავი ესე იგი ოქტომბრის რევოლუციამდე 1 წლით ადრე დაახლოებით ერთ მართლმადიდებელ ახალგაზრდა ქალიშვილს უნახია ესეთი სიზმარი რაღაცა ხედავ ბრძოლის ველს რა ეგ ანტიქრისტიანული ძალები დგანან ერთის ხრივ ძალიან ბევრნი და ჩვენ მართლმადიდებლები შედარებით ცოტანი ვართ რა და ბრძოლა მიდის და მე ვხედავთ რომ ვაგებთ ბრძოლა და წავაგეთ ბრძოლა და უკვე გამოპრანჭულები უკვე გახარებული ანტიქრისტის ძალები უკვე როგორც გამარჯვებული ესე გამოდიან და ზეიმობენ მაგ დროს დავინახე რომ ერთი მუჭა შეუიერაღებელი მართლმადიდებლები გადავიდა შეტაკებაზე მოულოდნელად ამ შეერაღებულ ანტიქრისტის ძალებზე ცოტა ხნის მერე ვხედავ მთელი ველი არის დაფარული მაგათი იმით გვამებით და მე რომ მოვედი იმ ერთ-ერთ მართლმადიდებელ იმას მეომარს ვეკითხები კაცო რანაირად მოიგეთ თქვენც ხო არც იარაღი გქონდათ არც არაფერს რა და მაგან ესე მიპასუხა ბოკ პამოკ რა ღმერთმა გვიშველაო რა ცოტა აი მსგავსი რამე საქართველოშიც მოხდება მინდა გითხრათ რა ეს კარგად დაიმახსოვრეთ დიახ ჩვენ გვწამს მამო დიახ წამს და ამიტომაც გვაქვს დიდი იმედი მიუხედავად იმისა რომ აი რა დღეშიც ვართ ხო ყველა ჩვენთაგანი აი ყველა ქართველმა ჩვენ თავში რომ ჩავიხედოთ ჩვენ სულში ჩვენ ოჯახებში რა ხდება ყირაზე ვართ თავიდან ბოლომდე მაგრამ უნდა მომხდარიყო ეთქობა რა მამო რაღაცა რომ საქართველო უნდა აკროლებული იყო მომკვდარი იყო ეს მკვდარი იყო სულიერი დღეებია გარკვე 4 იქნება თუ რა მნიშვნელობა აქვს და მე მოვა ჩვენი მხსნელი მაცხოვარი რაღაცა სასწაულებრივი გზით ქართველებს ფეხზე და აუცილებლად ჩვენ გავიმარჯვებთ ბატონ დავით აუცილებლად რა და აუცილებლად არ შეიძლება რა საქართველო უნდა წავიდეს თავისი გზით საქართველოს არის თავისი მესიანური როლი ბევრს ეს არ ჯერა ბევრს გონია რომ ეს არის რაღაცა ლამაზი ლეგენდა მაგრამ მე მათ უნდა უთხრა ძალიან ცდებით ეს არ არის ლამაზი ლეგენდა ეს არის ჭეშმარიტება და მალე დარწმუნდებით რომ ეს ასეა რა მეფეც გვეყოლება ღვთისმშობლს მეფეც გვეყოლება ჩვენს რუსებს და სხვებს კიდე სხვა ერებსაც აუცილებლად და ჩვენ გავიმარჯვებთ რა მერტის მადლით დიახ კი ეხლა გადავიდეთ კიდევ გავიხსენებ ერთ ორ შემთხვევას თქვენთან ხშირად ყოფილა რა და ყოველთვის უდიდესი სიხარულით წირვის შემდგომ ტრაპეზზე განგვიცდია თქვენი სიტყვები, თქვენი ქადაგები, თქვენი დიდი მომსახურებით, სიყვარულით და მოგიყოლიათ ხოლმე რომ აი მოთახში აქედან რომ ჩანს
არის ძალიან ბევრი ხატი, სადაც თავის დროზე ვფიქრობ მირონიც კი წამოსულა. დიახ, აქ მაქვს. ხო, და ის ალბათ ჩვენ ცალკე გადავიღეთ. რა თქმა უნდა, ბატონო დავით კი. ნახე სერაფიმის არის რომ როგორი ხატი მაქვს რა. ამა ვაკ ბირონდენები ხო იყო და რაღაც თიშობლის გამოცხადებაც იყო გული არა მაგრამ ნუ ეხლა ამ ეს არ არის საქვეყნოდ. საქვეყნო არა. აი ეს წმინდა ბარბარის ხატი მაგალითად რა. მე კი გავწმინდა სულ იყო წვეთებში, მაგრამ მაინც დარჩა აი ეს ხო ხედავ. მიროსადენდა ხო? აი ეგ უკანანაც და აქ და სულ იყო წვეთებში. მე დროთა განმავლობაში გავწმინდა მე წვეთები, მაგრამ ეს თვითონ ის დარჩა რა. აქ თიშობელის ხატზეც იმას აი აქ ეხლაც ჩანს აი. და ეკლესიაში სხვა ხატებზეც, ნუ მაგრამ მიკერ დავრანგელია ხო? კი, დიახ. ხა ვაკეთებ გადაცემას. ხო. ეს ბატონ დავით თარხამოვრავის დაწერილი ხატია. ოღონდ ეს არის ასლი. და ამის ორიგინალი უნდა შემოსწიროს ახლა ჩვენ. ხო, დიახ, აი ეს აპოკალიფსური. ქვემოური? აი ეს ხო, აი. თეთრი ხო. აპოკალიფსის სიუჟეტი. მაგრამ ეს არის ასლი, თორემ თვითონ ხატი ასეთი ზომისა რა. ძალიან მიყვარს თამარ მეფე რა. აი თუ გინდა ჩავთავ და. ჩემი კუთხე. მაშ შემოკარგება. მობზადით თქვენ ჯერა? აი ეს არის ის სასწაულებრივი მირონი. რომელი მამა? სურნელოვანი მირონი, რომელიც დის ხატებიდან. რუსთავში. რუსთავში დია, ქალაქ რუსთავში კი. ღმერთმა დაალოცოს და გააძლიეროს. ბატონო დავით შემოკარგო და მობზადით. ღმერთმა დაალოცოს. ორი. ერთმა დაალოცოს. ღმერთმა დაალოცოს. აი მარჯვენა ხელზე გიცხობთ, მოდი რომ თქვენ ნახოთ, როგორი ზებუნებრივი სულნელებაა რა. მოდით. აი ნახეთ, მართლაც ღვთისგან რაც არის, ყველაფერი საუკეთესოა რა. აუცილებლად არა. წარმოიდგინე. აი შეუდარებელი სუნია რა. მარტო მან არ უნდა მოაქციოს ადამიანი ქრისტეს. დიახ, აბა. არაფერისგან თითქოს ხო? დიახ, კი. საერთოდ სასწაულია ეგ. ჩდება ხატებზე და თითო ხატი დებს ამღელა თებში. და ივსება თებში. და ყველა არხი დუმს და გაჩუმებულები არიან. სახლი რო ვაკურთხე მარიკასი რა. იქ ქადაგებაში ვამბობ რომ ამ 20 წელიწადში რაც ნუ სასულიერო პირი ვარ. რა ზეთი არ მაქვს ნაყიდი რუსული ბერძნული სურნელოვანი ზეთები არა? მსგავსი სუნი არა რა. მაშ ღვთისმშობლის ამ ხატიდან დაწყებულა 7 თვის წინ ეს ასეული.
თქვენ გახსოვთ ალბათ ეს ხატი იმყოფება ივერიის ღვთისმშობლის ხატი მცხეთაში დედათა მონასტერში, სამთავროს დედათა მონასტერში. მამა გაბრიელის ძალიან საყვარელი ხატი იყო ესა და ეს სულ პატარა რეპროდუქციიდან დაიწყო მირონის დინება. და შემდგომ მადლი გადავიდა სხვა დანარჩენ ხატებზეც. და მოვედინება სხვადასხვა ხატებიდან. კეთილსურნელოვანი, რაც მთავარია მირონი. ამას მთელი საქართველო უნდა მოიქცია წესით რწმენაზე, რომ ადამიანები ვინც ღვთისგან არის, ხო ის ისმენს ღვთის სიტყვას. ხო და მეტი ღვთისგან რაღა გინდა? კეთილსურნელება მოდის ეპისკოპოსისგან ნაკურთხია, ძლებმა თქვეს რომ ჰეო და კარგიაო და სადღა არიან ქართველები მაშინ. კიდე რუსეთის ბრალია ჩვენი უბედურება. ჩვენი არაფერი ბრალი აღარ არის ნედა. სარწმუნოებრივად. იქნება სულ აღარა ვართ მორწმუნეები. და ღმერთი გვსჯის ჩვენ ცოდათა გამო. აბა რა ვიფიქროთ, ა? ესეთ კადრებს მე წლების, 10 წლებით ადრე უყურებდი რუსეთში და ეხლა ღვთისმშობელმა ინება რომ დედა საქართველო გამოაფხიზლოს. ბატონო, საოცრებაა. $2014 წლის 22 დეკემბერს შევნიშნე კედელზე დასრულებულიყო ივერიის ღვთისმშობელი. წვეთები ქონდა გაჩენილი და თან ქონდა სურნელი. დავურეკეთ მე მამაოს, ვაცნობეთ ჩვენს მოძღვარს და გითხრა რომ ადგილი შეგვეცვალა, გადავიტანეთ მეორე მხარეს. დავკვირვებოდით თუ ისევ განმეორდებოდა. იგივე განმეორდა, შემდეგ რამდენიმე ხატზე გაჩნდა ხელახლა და დაიწყო ესე მერონდენა სხვა ხატებმაც. აი თქვენ რა შეგიძლიათ გამოვხსნათ კიდე გარდა იმისა თქვენი პირადი განცდა დაუშვათ როგორ აღიქვით ეს ყველაფერი გაგონილი ხო გქონდათ როდინარი ხატების შესახებ მაგრამ თქვენი თვან თქო გენახათ ამ ოჯახში წამოვიდა და როგორი ის გქონდათ შეგრძნება სიხარული იყო ამ დროს განცვიფრება რაც იყო ყველაფერი ერთად მოგვიყევით ყველაფერი ერთად განცვიფრება სიხარულით შიშიც ბიჭი წასული არის მესამე წელია ჩვენი სად მორჩილი. მორჩილად არის? კი. ბერობაზია შემდგარი. არკოლის მნიშვნელობა აქვს, არა? ალბათ. ხო. აი მაგალითად თქვენ როგორ თვლით, რატომ აიზამაის თქვენი ოჯახი ამოირჩია უფალმა ესეთი სასწაულის სათვის და განსადიდებლად თავისი სახელის თქვათ. უბრალო ხალხი ხართ, 4 შვილი ხართ, როგორც ვიცი. 4 შვილი. ესეთი ძველებური სახლი გაქვთ. მოულელი ჯერჯერობით ადგანავთ სიმდიდრე და საშუალება ხო სწორია? მაგრამ რაღაც უფრო მეტ სიმდიდრეს ხომ არ გაზიარად უფალმა ერთიც როგორც ჩანს რასაც ინატრებდა ბევრი მილიარდერი რა? რა თქმა უნდა ანუ საქართველოს რაღაცითაც მიყავს უფალს არა? მთავარი ორიენტირებისკენ რაც არ წმენა, სიყვარული ღვთისასწაულების შეცნობა თქვენი ოჯახიც ეთქობა ამ გზით წაიყვანა და იმედია რომ ძალიან ბევრი დაინტერესდება ამით. მითხრეს რომ არც ერთი ტელევიზია არ ყოფილა თქვენთან ძალიან სამწუხაროა ისიც კი რომ ჩვენ ესე გვიან მოვედით. ჩვენ მამა გიორგიმ დაგვაგებინა პავლოვმა. და გამოვეშურეთ პირდაპირ თქვენთან, იმიტომ რომ ესეთი სასწაულის უგულებელყოფა ეს არის აშინელება. მამა გიორგი იყო. ან ცხელიო, ნელთბილს ამოგანთხევ აპოკალიფსის ბრძანის უფალია. დავით იმედია რომ ქართველობა ამას მიაქცევს დიდ ყურადღებას და ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი სინანულისთვის კიდევ უკეთესი წინსვლისთვის გამოვიყენებთ. აი თქვენ კიდევ რას გეტყვით? მაინც საინტერესოა კიდე რომელ ხატებზე გადავიდა თავიდან ივერიის ღვთისმშობლის ხატიდან მირონი. თავიდან რომელმა ხატება დაიწყეს მირონი? ივერიის ღვთისმშობლის ხატის მერე წმინდა გიორგი. მერე მიდგომილი ღვთისმშობელი, ბერი გაბრიელი უფალი ქვასთან, უჭკნობი ყვავილი და რა მე 3-4 კედელზე ესე წვეთავდა, კედლების სველია ქვემოთ. თქვენ როგორ ხართ დამკვირვებული სურნელება ერთი და იგივეა თუ ზოგიერთ ხალხს სხვადასხვა? სხვადასხვა. ხო, ესეა რა? კი. ესე ძალიან დიდი სასწაულია. სხვადასხვა სურნელია. ესე განმარტეთ რა ძალიან ხო. სასწაულებს არაფრისგან ხატებია, ეს ხატები, მაგრამ აი არაფრისგან რა გაგებით რომ ჰაერში ჩნდება ესე ვთქვათ ეს სითხე მირონი
მოედინება და თან კეთილ სურნელებას გამოსცემს, ხო? კი. ეს არ არის ფენომენი, რომელიც რა თქმა ამტკიცებს უნდა. მართლმადიდებლური სარწმუნოების კეთილ სურნელებას, ერთადერთობას, მის ჭეშმარიტებას. დიახ. იგივე სხვა სარწმუნოების ადამიანებმა ნუ არ უნდა დაფიქრდნენ, რომ ვის წინ ლოცულობენ, ა? თუკი ჩვენთან არის კეთილ სურნელება, ირონის დენა, ეს საოცარი რაღაც არის. დიახ. ერთი მუსულმანის ოჯახი მოექცა ყველაფრის. ერთი კი არა, ძალიან ბევრი უნდა მოექცეს, ეს ვისაც გონება აქვს და გული და სული. სასწაულები ბევრი მოახდინა, კურნებები. კი, 14 უშვილოა უკვე ფეხმძიმედ. 14 უშვილო, თან მრავალი წლის. ესე 14 უშვილო, ქალბატონი ჩვენამდე მოაღწია. კი, 3 ინვალიდი დადგა ფეხზე. 3 ინვალიდი. 6 კომადან არის გამოსული. რას ლაპარაკობ? ერთი 25 წელს ყურის აპარატზე. ყურის აპარატი აქვს მოხსნილი. აი სიმსივნური წარმონაქმნები ჯირკვლები. ეს არის ხოლმე, აი უფლება რომ მოვიდეს მეწყვილე და შემოიდეს. დილის 7 საათიდან ღამის 2-მდე. ესე იგი ესეთ ვაცის კარტო. ესე ვარ. ერთმა ძალა მოგცეს, შემოდაო მარინე. მადლობა. წმინდა დიდმოწამე მარინეს ლოცვამ შეგეციოთ, რომელსაც ეშმაკი ესე ყურებით ხავს ხოლმე დაჭერილი ხატებზე და მისი უხრწნელი მარჯვენა ზუგდიდში ღვთისმშობლის კვართთან ერთად არის დაბრძანებული. მრავალი წლის წინ მოვიხილე და ვეამბორე და სამსურის დიდი წმინდანი თქვენ ყველას მეტად შეგეცევათ. გაიხარეთ. თქვენ მეუღლეს რა ქვია? ტარიელი. ბატონო? ტარიელი. ტარიელი. ვერთმა აი ტარიერს მიცეს ის გვირობა და ვაშკაცობის ძალა, ნუ აი ამ ხება დიდ სასწაულებში თქვენ ამოგიგებთ ხარში და სიმშვიდით, სიყვარულით შეგაძლებიოთ უფალმა აი ამ დიდი ჯვარის თვირთვა და მრავალ ქართველს მოუწოდებდი, რომ შეძლებს და გვარად ძალიან ბევრი ნუ მოვა. ცოტა ხალხი მოვიდეს ისე რომ არ შევაწუხოთ ეს ოჯახი, მაგრამ არ უგულებელყოთ ეს ამ ხება სასწაული, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა მიიღოს აქედან მადლი. გავხდით ღირს იმისა, რომ მირონი ვიცხოვ? კი, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. მოდით სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა. ამინ. ამინ. მადლობა უფალო ყველაფრისათვის. გავწმინდე, განგვანათლე. მოგმადლე სიყვარული, ცხოვნების გზით გატარე. ჩვენ და ჩვენი ერი, ქართველიერი. ჩვენი ოჯახის წევრები, წრები მოყარეთ მოგიქციე. უშველეთ ჩვენ საქართველოს ღირსი მამა გაბრიელის ლოცვით, ყველა ყოფი ხატის ხალხზე ყოფი წმინდანების ლოცვით შუამდგომლობით. გაგვაძლიერე უფალო. უწმიდესი გაგვიჯამრთელე. თუ იმეს რამე ეშლება ჩვენი სამღვდელობიდან სწორგზაზე დააყენე. განკითხვა მოგვაშლევინე და სიყვარული და ლოცვა გვასწავლე. დაგლოცე და განწმინდე საქართველოს ეკლესია და თითოეული ჩვენთაგანი.